კარგი და ძლიერი მამის შვილობა არ არის გარანტია, რომ შენც მაგარი იქნები რა. ძალიან ხშირად პირიქითაც ხდება. მას ჯერ შიგნით მაკედონიაში უნდა გამყარება. და მერე გარეთ მაკედონიის მიღმა ჯარში პოპულარულია რატომ? იმიტომ რომ ფილიპეს ჯარისკაცებში გაიზარდა ალექსანდრე. ყველა ელოდება, გამოცდა ელოდება ძალიან მძიმე ალექსანდრეს. როგორი ბიჭი ხარ შენ? ფილიპეს ძევ. ალექსანდრე უნდა გადაწყვიტოს პირველი პრობლემა, შიდა მაკედონური პრობლემა. ატალოსი არის პრობლემა პირველი. და რანჩენეს ბარბაროსებიც და ელადაც, საბერძნეთიც განუდგა მაკედონიას. დემოსთენე ღლაფს ეძახის, უпроსოდ ღლაფსაც ნიშნავს და ლაწირაკსაც. აი ესე ფილიპეს გზა უნდა გაიაროს. ამან თავიდან უნდა დაიწყოს სამეფო საწყობი. ანუ მისი გეგმა რომ კი გამიდგნენ, მაგრამ ისინი ტრებათ არ უნდა ვაქციო. მე დავამარცხებ, მაგრამ მე შევივრდომებ. მოხდა ბრძოლა რა. ანუ ძალიან გაუჭირდა ალექსანდრეს, მაგრამ დაამარცხა. და დიოგენეს უთხრა, რომ რასაც ამთხოვ, ყველაფერს გაგიგებდა. იმა უთხრა, ზეს ნუ ეფარებია. მიჩრდილობს ზეს, იმიტომ თბებოდა იქ. საბერძნეთში მოდის ამბავი, რომ ალექსანდრე დაიღუპა ბრძოლაში ილირიელებთან. ესე პანიკა ატყდა საბერძნეთში, რას ეძახონა ხო იცი? გამძვინვარებული აქილევსი მოდის. სახალხო კრება შესთავაზა, მოდი 10 კაცი გაუგზავნოთ ელჩებად, რომლებიც მაკედონიის მომხრეები არიან. ოღონდ რა პირობით წავიდეთ? წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. მოგესალმებით დროების YouTube არხის სტუდიიდან, განვაგრძობთ მოგზაურობა წარსულში. ციკლს გადაცემების, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში გვამოგზაურებს და ჩვენი მეგზურია ისტორიკოსი გუბა სანიკიძე. მადლობა მას ასეთ საინტერესო ლექციების ციკლისთვის. სანამ დავიწყებთ საუბარს დღევანდელი გადაცემის მთავარ თემაზე, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მხარდაჭერისთვის, ამ არხის ჩვენი დროების მხარდაჭერისთვის და გთხოვთ უკვე ვინმე ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი YouTube არხი, გამოიწერეთ, მოიწონეთ ჩვენი გადაცემები, გააზიარეთ, ეს ჩვენ ძალიან გვეხმარება. რაც შეეხება დღევანდელ სასაუბრო თემას, ეპოქას, წინა გადაცემაში გუბაზმა დეტალურად მიმოიხილა, მოგვიყვა უამრავი საინტერესო დეტალი ფილიპეს, მაკედონიის მეფის, როგორც თავად უწოდებს, ევროპის პირველი დიდი მეფის ბოლო წლების შესახებ და მივადექით იმ მომენტს, როდესაც უკვე ალექსანდრე მაკედონელი ადის ტახტზე 20 წლის ასაკში. ყველანი ძალიან დიდი ინტერესით ველით ამ კონკრეტულ სერიას გადაცემას, რამდენადაც იწყება ძალიან საინტერესო ეპოქა კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება, დიდხანს შეიძლება წლების განმავლობაში იმდენად არა, რამდენადაც იმ მემკვიდრეობით, რომელიც მან დატოვა მსოფლიო ისტორიაში. გუბას გისმენთ. დიდი მადლობა, ბატონ გიორგი, მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას წარსულში და ვაგრძელებთ საუბარს მაკედონიას. პირველი ნაწილი იყო მაკედონიის დაბადება, გვახსოვს ჩვენ, რა ქვეყანა, როგორი ხალხია, საიდან წარმოიშვა, ფესვები საიდან მოდის, მათ წარმომავლობა მაკედონელების, რომელიც დღემდე საკამათო თემა, ვინ არიან ისინი, ხო ეთნიკურად. თუმცა თვითონ იჩემებდნენ, რომ სრულფასოვანი ბერძნები იყვნენ.
ოღონდ დაანჩენი ბერძნები მან და მაინც ენერგიულად არ აღიარებდნენ ამას. დიდი ოპტიმიზმით არ ხვდებოდი. ხო, ახლა როცა მოძლიერდნენ მაკედონელები, ნუ მე ახლა ბერძნები თავს იკავებდნენ მან თან დასრებით რაიმე აუგიეთქვა მათ ეთქვათ მათ მაკედონელების ელინობაზე როცა მიდიოდა საუბარი. ნუ ეს ბოლომდე გაყვება ეს კომპლექსი და ეს ქიშპი დავარქეს პრობა არ არის რა თქმა უნდა ეს არ იყო თქვათ ნაციონალური მტრობა არავითარ შემთხვევაში პირიქით ეს ბერძნები ანუ ელინები და მაკედონელები ეს ერთი დიდი სხეულის ორი ნაწილია შეგვიძლია ასე ვთქვათ კულტურულადაც ეთნიკურადაც ოღონდ ერთი ნაწილი უფრო მაღალგანვითარებულია მაღალკულტურულია კერძოდ ბერძნები მეორენი ჩამორჩებიან ზოგად საკაცობრიო მიღწევებში მაგრამ სამაგიეროდ სამხედრო ძალით ჩვენ უკვე დავრწმუნდით რომ ორ გზის უფრო სწორად ჯერ ფილიპემ ახლა დღეს ვილაპარაკებთ უკვე ალექსანდრეზე მაკედონელები თავის სამხედრო უპირატესობას კარგა გვარიანად და ფუნდამენტურად დაუმტკიცებენ ბერძნებს და არა მარტო ბერძნებს ხოთაშორის ყველა თავის მეზობელს მერე ჩვენ გავიარეთ ფილიპეს ეპოქა ორ ნაწილად დავარქვით ჩვენ მაკედონიის აღზევება პირველი და მეორე ნაწილი და მერე გავიარეთ უკვე ალექსანდრეს დაბადება, მაწვილკაცობა, მისი თვისებები, მისი ბავშვობა, მისი აღზრდა, მისი მასწავლებლები, ოჯახი ისევ მიუბრუნდით იმ შეთქმულების თემას, რასაც ემსხვერპლა ფილიპე მაკედონელი, ვერსიები ბევრია, ბევრი კომბინაციებია და დღემდე არის გაურკვეველი, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში, მაინც ჩვენ შეგვიძლია თამამად თქვათ და მერე როცა უკვე ალექსანდრე სპარსეთს დაიპყრობს, იქ დამადასტურებელი საბუთები იქნება მოპოვებული სპარსელების ოქრო მონაწილეობს ამ შეთქმულებაში და რაღაცა როგორც ჩანს კოორდინაციასაც რაღაცას უწევდნენ სპარსელები, იმიტომ რომ მათ ძალიან ეშინოდათ ფილიპეს, მით უმეტეს ფილიპეს გაცხადებული ქონდა მაკედონური და ბერძნული საერთო კავშირის, ანუ კორინთოს კავშირის, ანუ ბერძნული კავშირის საერთო საგარეო პოლიტიკა. ეს არის ომი სპარსეთთან და ომი რევანში. სულ თავიდან როცა დავიწყეთ ჩვენი მოგზაურობა, პირველი ორი თემა ჩვენ გვქონდა თანამედროვე კონფლიქტების ანატომია, ფესვები, ეს იყო ებრაელებსა და არაბებს შორის კონფლიქტი, მერე იყო შიდა ისლამური კონფლიქტი, ანუ ფიტნა შიიტებსა და სუნიტებს შორის და მერე ჩვენ დავიწყეთ უკვე ევროპის საფუძვლები და როცა დავიწყეთ, მერე პირველი კონფლიქტი როგორ დაიწყო ცივილიზაციური აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის, ინიციატორი რა თქმა უნდა იყვნენ სპარსელები. ანუ აღმოსავლეთი იყო პირველი კონფლიქტის ინიციატორი, კერძოდ აქემენიანების, ანუ აქემენიდების უძლიერესი მსოფლიო იმპერია, სპარსეთის იმპერია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ევროპაშიც დაედგა ფეხი და ევროპაც დაემორჩილებია, მაგრამ მერე ამას მოყო ბერძენ-სპარსელთა ომები, რომელიც ბერძნების გამარჯვებით დამთავრდა, მერე ბერძნები ჭკუიდან შეცდნენ და ერთმანეთს დაერიენ და ჯერ პელოპონესის ომები, მერე კორინთოს ომი, მერე თებეს აღზევება, ეს ყველაფერი სისხლში გაიარეს ბერძნებმა და საბოლოო ჯამში თქვენც დამეთანხმებით ძვირფასო მეგობრებო, რომ სუიციდი ჩაიდინეს. მაშინ და მერე ნუ ახლა როცა შენ თვითონ ვერ ლაგდები შიგნით, შენ არა გაქვს უნარი დალაგების, სიმშვიდის, მაშინ სხვა მოდის და სხვა გიმყარებს სიმშვიდეს. კითხვეს სპარტელებმა მაკედონელების მიერ დამყარებულ მშვიდობაზე, რომ გამარჯვებულის მშვიდობა ეს უდრის მონობას, მაგრამ ნუ მშვიდობა დამყარდა საბერძნეთში, ფილიპემ მოახერხა ეს. თუმცა სპარტელების გარეშე. სპარტელების გარეშე, მაგრამ სპარტა უკვე ფაქტიურად ანაქრონიზმია, გიორგი, უკვე ანაქრონიზმია და ცოტა პოზიორობს კიდევაც სპარტა და რაღაცას იჩემებს.
დიდ მემკვიდრეობას იჩემებს, რომელსაც ვეღარ ქაჩავს, იმიტომ რომ ეპამინონდეს გენიალურობამ, სამხედრო გენიალურობამ ხერხემალში გადაამსხვრია სპარტას ბატონობა და ეპამინონდეს ამ თებელების ორი დიდი გამარჯვების მერე კერძოდ ლევკტრასა და მანტინიას შემდეგ სპარტა არის რაღაცა იმიტაცია, ხანდახან სასაცილოც უკვე. და მნიშვნელობაც დიდი აღარ აქვს, იმიტომ რომ ფილიპემ ჩათვალა, რომ სპარტის დაკავება მისთვის ამოცან აფერში აღარ ჭირდება არავის სპარტა. ხოლო სპარტა იჩემებს, რომ მაინც მაგარია, მაგრამ ერთია შე როცა იჩემებ და მეორე როცა სხვა გაღიარებს რა. როცა სხვა გაღიარებს მაგარი ხარ, როცა მარტო შენ იჩემებ და სხვა არ გიდასტურებს ამას კომიკური ხარ მაშინ. ამიტომ მივედით მე გავიარეთ ალექსანდრეს ბავშვობა და ავიდა ტახტზე, მაგრამ ახლა ტახტზე ასვლა ისეთ თემაა. არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ მსოფლიოს ისტორიაში ყველა ახალი პრეტენდენტი, ვინც ტახტზე ადის, მან რაღაცები უნდა დაადასტუროს. კარგი და ძლიერი მამის შვილობა არ არის გარანტია, რომ შენც მაგარი იქნები რა. ძალიან ხშირად პირიქითაც ხდება. გამოცდას გიწყობენ. ახლა ფილიპემ თავისი იმპერია, ბალკანური იმპერია, ევროპული იმპერია შექმნა იარაღით, ვერცხლით, ოქროთი და დიპლომატიით. და საბოლოო ჯამში იარაღის ძალით მშვიდობა დაამყარა, მაგრამ მე რომ მკითხოთ და მე მგონი თქვენს დამეთანხმებით, სამართლიანი მშვიდობა დაამყარა საბერძნეთში. უკეთეს ვარიანტს ბერძნები თვითონ ვერ მოიფიქრებდნენ და ვერც მოიფიქრეს აქამდე, ხო? სამართლიანი მშვიდობა იყო ეს. ყველა თანასწორია, ყველას ავტონომია აქვს, ელევთერია ბოდიში, თავისუფლება ბოდიში, ყველანი კავშირის წევრი ხართ, ყველა მონაწილეობთ, კორინთოს სინედრიონში ყველას თითო თოხმა გაქვთ, თქვენი გადაწყვეტილებით, თქვენს საშინაო საქმეებში არ ვერევი, პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური გადატრიალებები დამთავრდა, მშვიდობა, სიამტკბილობა და ვემზადებით დიდი მისიის. და საერთო ბანკში ფულსაც აღარ გაგრაფინებთ ხარკს არავის არ უხდის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი. არავინ დარგოს კავშირის. არავითარ შემთხვევაში უბრალოდ მე საომავლო ლაშქრობაში, როცა მიიღებენ მონაწილეობას, ყველას კვოტა გამოუყო აი იმ სინედრიონმა, ფილიპემ კი არა. სინედრიონმა გამოუყო, რომ აი შენ შედარებით მცირე ქალაქი რო ხარ, უფრო ცოტა კაც გაუშვებ საომრად სპარსელებთან. შენ უფრო მეტი, აი შენ ზღვაზე უფრო ძლიერი ხარ, ამიტომ ჯარი არ არის საჭირო, გემები არის. ფლოტს მიხედავ. ხო, ოღონდ თქვენი ხარჯით. მე ალექსანდრე გავიარეთ, ახლა ნახეთ, ავიდა ტახტზე და მან უნდა დაამტკიცოს, რომ მაგარი ბიჭია. ეჭვები და ჭორები ფილიპეს შვილობაზე დადიოდა, ხო, აზიაშიც გადაყვება ეს ჭორები, რომ ფოთაშორის დედამისიც უწყობდა ამას ხელს, მის ღვთაებრიობას ამით ამტკიცებდა, ეს ფილიპეს კი ზევსის გამყავს. ო, მან უნდა დაადასტუროს, რომ ფილიპეს ღირსეული მემკვიდრე. ხშირად ხდება ხოლმე ტახტზე რო ადის, უცებ იფშუნება და იშლება ეს ყველაფერი და მაგრამ ტახტზე რო ავიდა, ახლა გამოცხადდა მეფეთ, მაგრამ მას ჯერ შიგნით მაკედონიაში უნდა გამყარება და მერე გარეთ მაკედონიის მიღმა. ეს ამდენი ხალხები რო ფილიპემ დაიმორჩილა და შემოიკავშირა და შემოიმტკიცა, ახლა შენ უნდა დაადასტურო, მაგარი ბიჭი ხარ, ხო? ჯერ თვითონ შიგნით მაკედონიაში გადამწყვეტი როლი გიორგი აქ ითამაშა ჰეტერების ორივე თაობამ, ანუ მამამისის მეგობრებმა ჯერ უფროსმა თაობამ, აქ განსაკუთრებით სამი კაცია მნიშვნელოვანი. სამი გენერალი, სამი თანამებრძოლი ფილიპეს, ესენი არიან უდაოდ პარმენიონი, ატალოსი და ეს რა ქვია კასანდრეს ესა გამახსენდება ხო იცი თავიდან რომ მოგივარდება მაქვს უფლება სისუსტე ანტიპატრე ეს სამეული ანტიპატრე ატალოსი და პარმენიონი მაგრამ ამ სამეულიდან ორმა დაუჭირა მხარ
ანტიპატრევდა პარმენიონმა, მაგრამ ატალოსი აზიაშია, ჯარი ყავს სწავლანი. პარმენიონიც აზიაშია, მაგრამ ატალოსმა არ დაუჭირა ალექსანდრეს მხარი რატომ? იმიტომ რომ დედამისმა ოლიმპიადამ ატალოსის ძმისშვილი კლეოპატრა თავის ფილიპეს ბოლოცოლი თავის პირმშოსთან, პატარა თოთო ბავშვთან, კარანოსთან ერთად მოკლა, ამიტომ ატალოსი წინააღმდეგია. ატალოსის პრობლემა არის. მაგრამ ატალოსი შორს არის აზიაში. ისე როგორც პარმენიონი, მაგრამ აქ ჰეტერებმა ჯერ მამამისის პირველმა თაობამ მე ახლა პარმენიონმა იქიდან მოიწერა და მხარი დაუჭირა და რა თქმა უნდა ეს ანტიპატრე იქვეა პელაშია და ანტიპატრეს გადამწყვეტი როლი აქვს ნათამაშები ალექსანდრეს ტახტზე ასვლაში და ასევე ახალი თაობა მის მეგობრები ისინი ძალიან დაუდგნენ ალექსანდრეს და სხვათა შორის სხვა პრეტენდენტების განადგურება ჩამოშორებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ძალიან ბევრი რამე ისე გააკეთეს რომ ალექსანდრესაც არ შეეკითხნენ მაგალითად როგორც ჩანს ამინტა მეოთხე ისე მოკლეს რომ ალექსანდრეს არ შეეკითხნენ თუმცა ალექსანდრესაც არ გაუგიჟებია თავი მე რატო ქენეთ ეს და მთავარი ლეგიტიმაცია საჭირო ჯარმა უნდა დაგამტკიცოს ჯართან უნდა გახვიდე კი გახდი ტახტის მემკვიდრე ხარ ლეგიტიმაციას გაძლევს ჯარი და გავიდა ჯართან ჯარში პოპულარულია რატომ იმიტომ რომ ეს არ არის უცხო მათთვის ფილიპეს ჯარისკაცებში გაიზარდა ალექსანდრე მათი პირმშოა მაკედონური ჯარის პირმშოა ფილიპე და მერე ბრძოლები აქვს მოგებული მათთან ალექსანდრეს სარდლობით ილირიელებთან არიან ნაუმრები, თრაკიელებთან არიან ნაუმრები და ბოლოს ყველაფერს თავიდან ქერონე ალექსანდრემ მოიგო. 18 წლის იყო მაშინ. ეს იცის მტერმაც და მოყვარემაც. თელმა მაშინდელმა სამყარომ იცის რომ ბერძნების თავისუფლება დამთავრდა ქერონეაში, სადაც თებელები და ათენელები შეაწყდნენ ფილიპეს ფალანგას, მაგრამ თავარი როლი ითამაშა ალექსანდრეს შეტევა, რომელმაც გაანადგურა ბერძნული თავისუფლება, ამიტომ ჯარში პოპულარული. ის გავიდა ჯართან და უთხრა, რომ არაფერი არ იცვლება, რასაც მამაჩემი გეგმავდა, რასაც მამაჩემი აკეთებდა, რაც მოგცათ მამაჩემმა ყველაფერს ვადასტურებ. არაფერი არ შეიცვალა, უბრალოდ მეფე გამოიცვალა, მეფის სახელი გამოიცვალა. ყავდათ ფილიპე და ახლა ყავთ ალექსანდრე. უფრო მეტიც, ყველა ჯარისკაცი, ვინც აზიაში წავა საომრად, ალექსანდრემ მათი ოჯახები გაანთავისუფლა ყველანაირი გადასახადით. და რაც მთავარია, შეპირდა დიდი ნადავლი, რომ სპარსეთის საარაკო სიმდიდრის იმპერიას როცა დავამხობთ, თქვენ მიიღებთ სრულ წილს იმ წარმოუდგენელი სიმდიდრეებიდან, რასაც სპარსელები 250 წელი აგროვებდნენ. ამიტომ ჯარის მხარდაჭერა აქვს. შვენიერი გამყარდა მისი ხელისუფლება მაკედონიაში, მაგრამ ახლა გარეთ რა ხდება? გარეთ ასე ერთპიროვნულად არ მიიღეს სხვა ხალხებმა. ალექსანდრეს სამეფო ასულა, ხო? და ყველაზე დიდი პრობლემა მას რა აქვს? ატალოსის პრობლემა აქვს. იმიტომ რომ ატალოსი მტერია. და მას მაკედონური არმიის თითქმის 1/4 ყავს წაყვანილი აზიაში. კი, იქ პარმენიონიც არის, მაგრამ ატალოსი როგორც ჩანს, ახლა ამის დაფიქსირება არ არის, მაგრამ როცა ალექსანდრე ავიდა ტახტზე და დედოფალი კლეოპატრა თავის პატარა ბავშვთან ერთად ოლიმპიადამ მოაკვლევია, ატალოსი გაორგულდა, რა თქმა უნდა, მის დას დაერიენ, დასი. სისხლისმიერი დაბარა იქნებოდა, ხო. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ატალოსმა გარკვეული კავშირები გააბა სპარსელებთან, რა თქმა უნდა. და იქ ჩანს ერთი რამ, ასეთი ცნობა არის გაკვირით, რომ
ის ჯარი, სამხედრო კორპუსი, რომელიც ატალოსის სარდლობის ქვეშ არის, მან გადაიბირა თავისკენ. გადაბირება ახლა როგორ შეიძლება მოხდეს, ოქრო. როგორ ჩანს ოქრო მიიღო სპარსელებისგან და ის კორპუსი, რომელიც ატალოსის სარდლობით აზიაში დგას, ის ატალოსისკენ არის გადასული. ახლა არ ვიცით ახლა ჩვენ ყველა მისი ერთგული გახდა, ყველა გაუორგულდა პელას ტახტს და ახალ მეფეს თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ატალოსი ძალა. ცუდი ამბები მოდის ელადადან, საბერძნეთიდან. ფილიპეს სიკვდილი საზეიმო გახდა ბერძნებისთვის. ისევ დაწინაურდა დემოსთენე ათენში, სიტყვის ღმერთი, ჩვენ ვილაპარაკეთ, ხო, დიდებული ორატორი და დიდი მოაზროვნე, რიტორიკის მამა, რა ვიცი, პერიკლე და აი ძველი სამყარო რა ვიღოთ, ორატორობა, ანუ მეტყველება, პოლიტიკური სამეტყველო ხელოვნება და მეტყველება ხელოვნება, ხო, განსაკუთრებით ბერძნებში და ძველ რომაელებში, ხო, ცალკე საგანი იყო რიტორიკა. დემოსთენემ წამოყოთა ის და დაიწყო ის ბერძნებო გაიღვიძეთ. გაიღვიძეთ, ათენი მაინც მედროშია ბერძნული სამყაროსი და დემოსთენე გამოდის სახალხო კრებებს. უახლოესი გუშინდელი ამბების გადასინჯვა დაიწყეს. დემოსთენე გამოდის ლაპარაკობს, რომ ხალხო, ალექსანდრეს როგორ მოიხსენიებს, ხო იცი? ლაწირაკი. ლაწირაკს ეძახ. ფილიპეს გახსოვს, რაც ახლა ბარბაროსი მეფე ან ის კაცი. ამას ლაწირაკს ეძახ. ეგო პელას სასახლიდან ცხვირს ვერ გამოყოფს. ახლა ნამდვილად აჭარბებდა დემოსთენე ახლა ეს პროპაგანდისტული ის იყო რა ქვია ხერხი, მაგრამ ის ამბობს ასეთ რამეს სახალხო კრებაზე ეკლესიას გამოდის, რომ ხალხო ქერონიაში ძლივს მოგვიგეს. და ვინ ვიყავით, ჩვენ და თებე ვიყავით და რამოდენიმე მოკავშირე ქალაქი, ხო? იქ ხო მთელი ელადა არ ყოფილა. და ძლივს მოგვიგეს. ხო და ვინც მოგვიგო ის მკვდარია, მოკლეს, თვითონ მოკლეს, ამ ველურებმა თვითონ მოკლეს, ამ ბარბაროსებმა თავისი მეფე. ერე იქ რაღაცები აერევა მაგას, იქ ბარბაროსები, ჩtildeოელი ბარბაროსები, თრაკიელები, ილირიელები, ტრიბალები, პეონები, აგრიანები, გეტები, ისინი ასე ადვილად არ მორჩილე. ის ფილიპეს ძიმე მარჯვენის შედეგი იყო და ახლა ისინი ამ ლაწირაკს როგორ დაემორჩილებია. სახალხო კრებიდან ათანხმებს ამ ხალხთან, ეს ათენელები წაყვნენ, წერილებს აგზავნის ოფიციალურად. ათენის სახალხო კრების ანუ ეკლესიის სახელით დააგზავნა, ელჩები მიდიან ბერძნულ ქალაქებში და აყვა საბერძნეთი. პირველ ვინც აყვა არის თებე. თებე უკმაყოფილო, იმიტომ მაკედონური გარნიზონი დგას იქ. ფილიპემ ჩააყენა, ხო? ქერონიას ბრძოლის მერე. ეტოლიელები, აი დავიმახსოვრთ, ახალი ტომი შემოდის, ბერძნების ერთ-ერთი ტომი, ძალიან საინტერესო და ისეთი შეუპოვარი ეტოლია. ეს არის შუა საბერძნეთის უკიდურეს დასავლეთი აკარნანიასა და ფოკიდას შორის მთიანი საბერძნეთი არის. ეტოლიელები კულტურულად ჩამოურჩებიან დანარჩენ ბერძნებს, არიან მაგარი მეომრები. სხვათა შორის პელოპონესის ომის დროს სპარტის მხარეზე იყვნენ და ათენელებს უჭირდათ სულიკ ბრძოლა ეტოლიელებს. სხვათა შორის ეს ეტოლიელები ფილიპეს მოკავშირეები იყვნენ, მაგრამ ფილიპე რომ მოკვდა რატომღაც გაუორგულდნენ მაკედონიას. ეტოლიამ დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. თესალიამ გამოაცხადა დაუმორჩილებლობა, რომლის ტაგოსი, ანუ არჩეული მეფე ბელადი ფილიპე იყო. თესალიამ დაუმორჩილებლობა, ეტოლია, თებე, კორინთო, არგოსი, აკარნანია. ამბრაკიაში მოხდა ასეთი ამბავი, ამბრაკიელებმა დაამხეს, გახსოვთ იქ შეთანხმება როგორ იყო კორინთოში, რომ პოლიტიკური წყობა რჩება. ამბრაკიელებმა ესეც დაარღვიეს. ოლიგარქია დაამხეს, იმიტომ რომ ოლიგარქია იყო იქ და დემოკრატები მოვიდა. არკადიელები, ელიდელები. ნუ სპარტა ახალგასაგებია, ხო, რა ხასიათზეც იქნება. ანუ ფაქტიურად აქეელებისა და მესენელების გარდა მთელი საბერძნეთი ილესავს კბილებს და იარაღდება. მაკედონელები გავდევნოთ. ეს ლაწირაკი ვინ არის? გარდა ამისა ის წერილს აგზავნის სპარსელებთან.
დემოსთენე და ეუბნეო, რომ მოგვეცით ფული, მოგვეხმარეთ და ფლოტი შემოიყვანეთ ეგეოსის ზღვაში, მობძანდით. თქვენ ხო ფილიპე გემუქრებათ. დიდი ამბავი არა. ახლა იქ რა ხდება ბალკანეთს? ტრაკიელებიც, ტრიბალებიც, პეონებიც, აგრიანებიც, ილირიელები არ ვემორჩილებთ ამას. დაუმორჩილებლობის ჩვენ ვიცით, ვიყავით ფილიპესთან, ამ ბიჭთან ჩვენაფერი არ გვაკავშირებს. ამიტომ ინგრევა ფილიპეს სამეფო. კი, მაკედონიაში მოძლიერდა, ახლა ეს გაიმყარა ტახტი, მაგრამ ვიჯოდა ანჩენი ეს ბარბაროსებიც და ელადაც, საბერძნეთიც განუდგა მაკედონიას. ყველა ელოდება, გამოცდა ელოდება ძალიან მძიმე ალექსანდრეს. როგორი ბიჭი ხარ შენ? ფილიპეს ძევ. აბა გვაჩვენ 20 წლის ახლა. დემოსთენე ღლაფს ეძახის, უფროსად ღლაფსაც ნიშნავს და ლაწირაკსაც. ახლა ამას აქვს ალექსანდრეს აქვს დილემა. სამი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი. პირველი ბარბაროსები. გავს ეს თავის დროზე, როცა ფილიპე ავიდა ტახტს. მამამისის გზას გადის ეს თავიდან. გასავლელი აქვს თავიდან. პირველი პრობლემა არის მეზობელი ბარბაროსები. ყველა ერთად დაგვესხმებიან თავს. მეორე ესაა საბერძნეთი. და მესამე ეს სპარსეთი არა, ეს არის ატალოსი. რა უყოთ? და თulis რას ალექსანდრე. რამდენად შეიძლება ეს სამი ძალა ერთმანეთს დაუკავშირდეს და ვინაა დამაკავშირებელი? რომელი ამ სამიდან დამაკავშირებელი? ბერძნები და ბარბაროსები ერთმანეთში კავშირს ვერ შეკრავენ, გამორიცხულია. აფერი საერთო არა აქვს და ბერძნებს ის ბარბაროსები არ უყვართ. ისევე როგორც იმ ბარბაროსებს ბერძნები არ უყვართ. მაგრამ ბარბაროსებთანაც, იგივე თრაკიელებთანაც, ილირიელებთანაც ურთიერთობა ატალოსს აქვს. რაც თავარი ატალოსს მიუვიდა წერილი დემოსთენეს. ანუ მიმოწერა. ანუ ამ სამი ხიფათის შემაკავშირებელი არის ატალოსი. ამიტომ ალექსანდრე უნდა გადაწყვიტოს პირველი პრობლემა, შიდა მაკედონური პრობლემა. ატალოსი არის პრობლემა პირველი. ჯერ ატალოსი და მე დანარჩენი. მეგობრებს დაუძახა ალექსანდრემ, ჰეტერებს. ითხრა რა ვქნა, როგორ მოვიქცა. თან მას აქვს ერთი დილემა. მან მამამისის საქმე უნდა გააგრძელოს, აზიაში უნდა ილაშქროს. ახლა აზიაში რო ილაშქროს, ეს ხალხები ბარბაროსების და ბერძნების მისი მოკავშირეები უნდა იყვნენ. მამამისმა რამდენი იშრომა და იღვაწა და იომა, რომ აი მოკავშირეებად ექცია ეს ბერძნებიც და ბარბაროსებიც, ხო? ამიტომ ისე უნდა ვქნა, რომ თან შემოვიერთო. შემოერთება მხოლოდ სამხედრო ძალით, აბა ისე ჩემ ჯგუფზე არ ევლიან, მაგრამ მოკავშირეებად უნდა და ძალიან რთული საკითხი აქვს გადასაწყვეტი და დაუძახა თავის ჰეტერებს. კითხა როგორ მოვიქცეოდა. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. ანტიპატრეც ესწრებოდა ამ შეკრებას მამამისის მეგობარი. კითხა როგორ მოიქცეოდა, ყველა მურჩევ მოიქეცი როგორც მამა შენ მოიქცა, როცა ტახტზე ავიდა. დაუყვავე ყველას. გახსოვთ ფილიპე პირველად ტახტზე რო ავიდა დრო რომ მოეგო. ხარკიც გადაუხადა თრაკიელებსაც, ილირიელებსაც, პეონებსაც, აგრიანებსაც. ილირიელებს პროვინცია დაუთმო, ტერიტორიები დაუთმო. რო დრო მოეგო. იგივე ქენიო ახლა შენ ატალოსო შეურიგდიო. არ შეიძლება მაკედონელებს შორის ომიო. დაუყვავეო ატალოსო დრო მოიგეო მოძლიერდიო და მერე ბარბაროსებსაც მივხედოთო და
ბერძნებსაც მივხედოთ, ალექსანდრე ახლა ესე ფილიპეს გზა უნდა გაიაროს ამა. ამან თავიდან უნდა დაიწყოს სამეფო საწყობა. ამიტომ კაცრი უარი, არ მე მამაჩემის გზას ვერ გავივლი. მე რომ მახსოვს მამაჩემის წვალება, როგორ მოუყარა ამას თავი, მე ამას თავიდან ვერ დავიწყებ. ამიტომ სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედო. სასწრაფოდ, ელვისებურად. ელვისებური მოქმედება არის სიურპრიზი ყველასთვის. ყველა გალაღებულია, მაკედონიის მტრები, ყველა არის, მაგრამ ერთი უპირატესობა აქვს ალექსანდრეს. ამ სამ ხიფათს არ აქვს საერთო პირი. საერთო თავი არის, ცალ-ცალკე არის. თრაკიელები ცალკე არიან, ილირიელები ცალკე არიან, პეონებიც და დაანჩენები ცალკე არიან. ერთადერთი კაცი, ვისაც თეორიაში შეუძლია ამას უпроსოდ ორი კაცი. ატალოსი და დემოსთენი. ის იწყებს პირველი დარტყმა ვის უნდა მან გადაწყვიტა რომ ბერძნებმა თუ დაინახეს შიდა მაკედონური დაპირისპირება დავიღუპებით, ამიტომ ატალოსი უნდა მოკვდეს და უშვებს სამხედრო კორპუსს. ჰეკატე კარდიელი, მის ჰეტერია ერთ-ერთი. იმის სარდლობით აზიაში ატალოსი უფრო ჩრდილოეთით დგას კიზიკოსთან და სამხრეთში არის პარმენიონის კორპუსი. პარმენიონი ერთგულია. პარმენიონთან მიდის ეს თავი ჯარს ატნევს ოღონდ მცირე ნაწილს და პარმენიონს და ჰეკატე კარდიელს აბარებს რომ ან მკვდარი ან ცოცხალი ჩამოათრიეთ აქ ატალოსს. და იწყებს ზადებას მეორე დარტყმა. არა ბარბაროსა, საბერძნეთს უნდა მივხედო. იქ მზადება მიდის, ჯერ აჯანყებები არ არის, მაგრამ ხმები მოდის, რომ ესენი იარაღდებიან. იქ სპარსელებიც გამოჩნდნენ თავისი ოქროთი. უკვე უნდა გავიდეს სამხრეთისკენ. საბერძნეთში უნდა დაეძახა. ამ დროს მოდის ატალოსის წერილი მოდის. ატალოსი ალექსანდრეს წერს, რომ მე შენი მონა ვარ. როგორ იფიქრე, რომ მე შენი მოღალატე ვარ. არა და დიშვილი და ძმისშვილი და ძმისშვილიშვილი მოუკლეს ამათ. ძმისშვილი იყო. დედოფალი კლეოპატრა იყო ატალოსის ძმისშვილი და ის პატარა კარანოსი შვილიშვილი, ძმისშვილიშვილი ხო. და დაერიან ატალოსის მომხრეები მართავდნენ ფაქტიურად რა. ერთგულების დასამტკიცებლად დემოსთენეს წერილები გამოუგზავნა. აი ნახე რევს წერს, მაგრამ მე შენი ერთგული ალექსანდრემ შეუთვალა პარმენიონს და ჰეკატე კარდიელს, რომ არ აქვს ამას მნიშვნელობა, ატალოსი უნდა მოკვდეს. ახლა მორჩილება შეხვალე რა სიზამს არანარიც. და მკვდარი არ ქმნის პრობლემებს. მკვდარი ეს ცნობილის არის, ხო? სტალინი გაუახსენე. არის ადამიანი, არის პრობლემა. აღარ არის ადამიანი, აღარ არის პრობლემა. ძველი ჭეშმარიტება, ახლა ეს არც ალექსანდრეს მოუგონია და არც სტალინის მithumetes. ხო, პრინციპში ახლა რელიგიურ თვალსაზრისით პირველი მკვლელობა კაიანისა და აბელის იქიდან მოდის. ხო. მოკლეს ატალოსი. დიდი სამხედრო შეტაკების გარეშე? არა, მიუგზავნეს მკვლელები და მოკლეს და ის ჯარი დაუბრუნდა. ან მაკედონელებს შორის სისხლი არ დაღურა. არ დაღვალა, ელვისებურად იმოქმედა. სპეცოპერაცია ჩაატარა, მოკლეს ატალოსი. მოიხსნა მთავარი პრობლემა, საკვანძო ფიგურა მოკლეს გიორგი. ძალიან ცივსისხლიანად იმოქმედა თვითონ ალექსანდრემ. მიუხედავად ატალოსის თვალსაზრისით, რომ თქო, სხვა გზაც არ ქონდა. არ შეიძლება იმის ცოცხლად დატოვება, იმიტომ რომ ახლა კიდე დაექვემდება რა, მე სადრას იზამდა ის ატალოსი ჩილმა არიცს. რაღაცა კუდები აშკარად ქონდა სპარსელებთან. შენ რო დემოსთენე მოგწერს და შენ რო სპარსელები მოგწერენ წერილს, რაც არ უნდა არ დაეთანხმო, სუსტი რგოლი ხარ რა. ავიდა დაიძრა სამხრეთისკენ, ახლა პირველი პროვინცია, ახლა ყველაზე საჭიროა და ყველაზე დიდი ესა თესალია. თესალიის გაორგულება გაუკვირდა ძალიან ალექსანდრეს. ყველაფერს ელოდა, მაგრამ თესალიელები საკმაოდ თესალიელებმა მიიწვიეს ფილიპე, ხო გახსოვს ამფიქტიონების ომში, მესამე ომში, როცა ფოკიდელებმა მოხნეს მიწა. და ფილიპე რომ მოკვდა, ფილიპე იყო ტაგოსი, თესალიის მეფე იყო. არჩეული მეფე. მაკედონიის მეფისა, ის თესალიის მეფეც იყო. იქ ირჩევდნენ ტაგოს
ბელაც წინამძღვარს ნიშნავს. მაგრამ სიკვდილად. ეს თესალიელები აჯანყდნენ და ეს ტემპეს შესასვლელი ჩაუკეტეს, პიკეტები დააყენეს იქ თავის კავალერიით, პირველ ხალისხოვანი კავალერი, ვეღარ შედის საბერძნეთში. ალექსანდრე. ეს ტემპეს შესასვლელი რახან თესალიელებს ეკავათ და ვერ შედიოდა სანაპიროს გაყვა. საიდუმლოდ, ღამღამობით მიდიოდნენ, ღამე. საკმაოდ, აი მაკედონიიდან თესალიის შესასვლელი სანაპირო კლდიანია ძალიან. იქ სანაპიროები ნაკლებია და მით უმეტეს პორტები და კლდიანი, ეს გაიარა კლდეები, აი ჭიუხვებზე გაიარა. ბევრ ადგილზე სადაც ჯარს გადასვლა არ შეეძლო, უშვებდა წინ საინჟინრო შენაერთებს და კიბეებს ტეხავდნენ. ამ კლდეებში, ასე მოძრაობა შესაძლებელი ყოფილა. და იმათვის ბერძნებისთვის აბსოლუტურად მოულოდნელად, ბიჭო, ეს თესალიელები იქ წინიდან ელოდებიან და უგრინდან მოადგას. გატყდა თესალია და 4-ვე ოლქმა მორჩილება გამოუცხადა, მაგრამ ახლა ეს რას ამბობს ახლა? ასე არ არის დავემორჩილე. ისევ ვიმეორებ, მან ბერძნები უნდა შემოიერთოს, ოღონდ ისინი მოკავშირეებად უნდა გაიხადოს, ისინი არ უნდა დასაჯოს. გარკვეულწილად მამამისის პოლიტიკას ატარებს. მოიწვია თესალიელები. იმათმა ერთხმათ აირჩიეს ტაგოსად, მაგრამ ამან უთხრა ასეთი რამე, რომ რატომ ქენით ეს თქვენ? ჩვენ ხო ერთნი ვართ. ჩვენ ხო აქილევსის შთამომავლები ვართ. ეს ხო დედით აქილევსის ეაკიდია. თესალიელი აქილევს თუ ვინმე საინტერესებს იყო თესალიელი. აი ფილმი როა ეს ტროა, ფანტასტიკურად გადაღებული, ფანტასტიკური ბატალური სცენებია, მაგრამ აი იქ აბდაუბდები არის, მოკლედ იქ გახსოვთ ფილმი რო იწყება. ფილმი იწყება რომ თითქოს და თესალიელები და მიკენელები უნდა ეომონ ერთმანეთს. ხო და ეს აქილევსი არის მიკენის მეფის რა ქვია, აგამემნონის მხარეზე, გახსოვს რო ეძახის. და აგამემნონი აპირებს თესალიელებთან ბრძოლა, როგორ ეს არის ნონსენს, თვითონ აქილევს თესალიელი. ქალაქ ფტიადან, ფტია. სხვათაშორის ფტიას ავტონომია მიცა მან ალექსანდრემ და ყველანაირი გადასახადიდან გააუქმა. ისა გაანთავისუფლა და თესალიელებს უთხრა რომ ჩვენ თანასწორნი ვართ მაკედონელები და თესალიელები და ერთი ძალიან მაგარი პირობა მიცა. აი სპარსეთში რო ვილაშქრებთ, ზუსტად ისეთივე წილი გექნებათ ნადავლში, როგორც მაკედონურ კავალერიას. ეს მოეწონათ თესალიელებს. ანუ ამას ქვია მატერიალური დაინტერესება. სრულფასოვანი წილი ნადავლში, ალაფში შეპირდა და თესალია გადმოვიდა ალექსანდრეს მხარეზე და ეს პირველ ხარისხოვანი თესალიური კავალერია შეუერთდა და წამოვიდა შუა საბერძნეთზე მოდის ხო. მოვიდა, გამოიარა თერმოპილე, მოადგა თებესკენ მოდის მაგზაში, გაჩერდა და მოიწვია ამფიქტიონების კრება, ანუ ის საღვთო ლიგის, ვინც იცავს წმინდა ელფოს ტაძარს, ხო, ამფიქტიონებს დაუძახა. მოდითო და ავარგვიოთ რაშია საქმე, რატო იქცევით ასე? აგრესიულად არ იქცევა, ჯარით მოდის. 33,000 მეომრით მოდის. 20 წლის არის ამ დროში. 20 წლის ბიჭია. წვერის პარსვა ხო გითხარით, რომ მან დააწყებია კაცობრიობა. სპირტით ველა მეფეა რა. ამფიქტიონები დაიბარა, ყველა მოვიდა. არ მოვიდნენ ათენელები, თებელები და სპარტელები. ნუ მოსალოდნელია ხო, ვინც არ მოვიდა ხო. იმათმა მიცეს უფლება რომ მართალი ხარ შენ. ამფიქტიონებმა, მაგრამ ახლა მიცემებისა უფლება კი მიცეს და კი დაემორჩილეს, ანუ რელიგიური საკითხი მაკედონიის მოაგვარა ახლა, ამფიქტიონების მხარეზე, მაგრამ ეს დაანჩენ საბერძნეთი რა უკნა, მიადგა თებეს. თებეს მიადგა, თებე აბსოლუტურად მოუმზადებელი არის. ახლა თან არ დაგვავიწყდეს ფილიპეს იქ კადმეაში, ანუ აკროპოლისში ჩაყენებული ყავს ძლიერი მაკედონური გარნიზონი და სხვათაშორის საბერძნეთში 3 ადგილზე ჩააყენეს, სხვაგან არ იყო. უბრალოდ 4 ადგილზე იყო. ამბრაკიაში იყო, მაგრამ ამბრაკიელებმა გააგდეს. იქ არ იყო დიდი გარნიზონი. 3 მთავარი საყრდენი ჰქონდა ფილიპეს, ეს იყო თებეში კადმეა, ეს იყო ქალკი და კუნძულ ევბიაზე და აკროკორინთო. კორინთოს ტერიტორიაზე. აქ იდგა, სხვაგან არ იდგა. არ აწუხებდა ბერძნებს მაკედონელი ჯარისკაცების
რომ არ დაენახათ. ხო, იმიტომ რომ რა წამოუვლის იმ ბერძენს არავინ არ იცის. ამიტომ სამ ადგილზე იდგა ძლიერი გარნიზონი. კადმიაში თებელებმა ხელი ვერ გამოიღეს, ვერაფერი ვერ ქნეს რა. ახლა ათენში არის ერთი ამბავი დემოსთენე გამოდის სიტყვით ემზადებიან ისე, მაგრამ ათენელებს პელოპონესის ომის მე დასჩემდათ ერთი რამე, უფრო მეც ლაპარაკობენ ვიდრე აკეთებენ რა. ოდიშ მომთხოვია და ლაი-ლაია ათენში რა. კი ეს დემოსთენე თავს იკლავს, იქნებ რამე ვქნათ, აი შევიარაღდეთ. კი, ეუნებიან ისე, მაგრამ აფერს არ აკეთებენ. იმედი აქვთ რომ აგერ სულ ყველა კაცო, ყველა მაკედონიის მტერია და ამ ლაწირაკს როგორ ვერ მოვერევით, ამ ხლაპს როგორ ვერ მოვერევით, მაგრამ ვიჟო მოდის ეს თებედან დაიძრა, მოდის ათენისკენ მოდის და იკადრეს მერე. შიში დაეწყოთ და დაიწყეს ეს მოსახლეობა ისევე ამ გრძელი კედლების შიგნით შეიყვანეს, საქონელი შერეკე საუარებელი და არის ასეთი ცნობა, რომ ეს პერიკლეს ბრწყინვალე ქალაქი ბოსლად გადააქციეს. სხვა არის ძროხა ნაკლებად საბერძნეთში უფრო ცხარი და თხაღავდათ და ცხენები და ისე რაღაცა ყარდა მთელი ქალაქი, რაღაცა ანტიუტოპია შეიქმნა. ეს შიში, პირუტყული შიში და მე იკადრეს როგორც იქნება, მგლურით მოდის ალექსანდრე ათენისკენ, ელჩები გაუგზავნეს. ერთ-ერთი ელჩი დემოსთენეა, მაგრამ არის ასეთი ცნობა, რომ დემოსთენე გზაში მოუბრუნდა. არის ვარაუდი, რომ შეეშინდა იმისი, რომ ატალოსმა მის წერილები გაუგზავნა. მტკიცებულებები აქვს, ქვას ხეთქავს რა. საერთოდ რო წავიდა, ეგეც დიდი სიტყვახედა იყო ჩემი აზრით. არა, დემოსთენე. ხო, წავიდა. ხო, მაგრამ აი დაუკვირდი როგორ რაღაცა არის, ხო, აი რამდენჯერ დემოსთენეს რამდენჯერაც მიეცა საშუალებას უმტრობდა მაკედონიას, მაგრამ აქამდე ჯერჯერობით არც ფილიპეს და არც არ დავიჟიეთ. არ მოუთხოვიათ დაჟჯა. მოუბოდი შესამგენმა რა, რომ აიო, დაგვაგვიანდა შენზე მეფობის მოლოცვა და არაფერი, თუმცა არაფერი არ მომხდა რა, ალექსანდრემაც აპატია და უთხრა ერთადერთი რამე თხოვა, რომ კორინთოში მივდივარ. კავშირი აღსადგენია თავიდან, კორინთოს კავშირი და წარმომადგენელი გამოაგზავნეთ. რა თქმა უნდა გამოაგზავნეთ და 326 წელს კორინთოში ჩავიდა ალექსანდრე. დაუძახა ამ ბერძნებს ყველა ჩამოვიდა. ჯარით არის. მაკედონიის ახალი მეფე მოვიდა. არც თუ ისე ღლაპი და არც თუ ისე ლაწირაკი. თებე შეშინდა, ათენი დამორჩილდა. მოდი ჩავიდა სპარტელები ისევე სპარტა. ეს სპარტელების გარდა ყველა ჩავიდა კორინთოში. ყველაფერი რაც მამამისმა მიაღებია ერთი წლით ცოტა მეტით ადრე, ყველაფერი დადასტურდა. პირობები განახლებულია. განახლებულია ისევ ჰეგემონია, ისევ სარდალი ავესა, რა ქვია, სტრატეგოსი, ავტოკრატორია, ყველაფერი აბსოლუტურად გაიმეორა და აქ მოხდა თავისი მხრიდანაც ავტონომიურობის შეზღუდვა არ დაიწყო. თვითმმართველობის ხარისხი იგივეა. არაფერი, ყველა დადასტურდა ის. არ აწყობს მას დასჯა ბერძნების, იმიტომ ბერძნები მოკავშირეები უნდა იყვნენ. ერთად უნდა დასაჯონ სპარსეთი. ლეგიტიმაცია ბერძნებიდან მოდის. აბა მაკედონია რა შეშია სპარსეთთან იმ ომის დროს მაკედონია სპარსელების მხარეზე იყო. მის წინაპრებს მიწა და წყალი აქვს ჩაბარებული. ხო გვახსოვს არა? ბერძნებისგან უნდა მიიღოს ეს ამება. კორინთოში ეს დადასტურა. კორინთოში მოხდა მისი შეხვედრა, რაც ცნობილია ახლა ბევრისთვის, დიოგენეს შეხვდა. დიოგენეს ამბები ვიცით მე ცალკე შეიძლება მოუყვეთ რა. ცხოვრობს კასრში. დიოგენე, დიდი ფილოსოფოსია. ესე კორინთელები ყველა მივიდნენ მასთან, მეფე ჩამოვიდა, რაღაცები, ყველა ეს არ მივიდა. დიოგენე, ეს მივიდა თვითონ ალექსანდრე. დიოგენე წამოწოლილი არის და მზეზე თბება. თავის კასრთან. კასრში ცხოვრობდა დიოგენე. ხო, ალექსანდრე მივიდა, ეს ახალი მეფე. არისტოტელეს გაზრდილი. დიოგენეს უთხრა, რომ რასაც ამთხოვო, ყველაფერს გაგიკეთებ. ივა უთხრა, რომ ზეს ნუ ეფარებია.
მიჩრდილო მზეს ვინტო თბებოდა იქ მზეზე რა. ეს ახლა მართალია ტყუილია, რომ მართალს ჩანს ახლა ტყუილი ატო უნდა იყოს. ახლა ბევრი დაესრო ამ შეხვედრას ის. ხო. მზეს მიჩრდილო გაიწიო რა, თბებოდა იქ. და მაშინ თქვა ალექსანდრემ რომ მე რომ ალექსანდრე არ ვიყო დიოგენობას ვისურვებდი. თითქოს ესეთი რა ვიცი ეს უფრო გავს ანეკდოტს ახლა. ამ დროს როცა კორინთოში ამასთან ჩამოდიან საწყალეს გაუბედურებული იონიელი ბერძნები იქიდან სპარსელების ქვეშ ეფესოდან ქალაქ ეფესოდან ჩამოვიდა დელეგაცია ალექსანდრესთან კორინთოში და თხოვეს რომ გვიშველო შეგვჭამეს სპარსელებმა შეგვჭამეს ლამაზი ქალი არ დაგვიტოვეს ყველა მიყავთ იქ მონებად მხეულებად გვიშველე რაღაცა ქენი ამაშენის გზას არ გადაუხვიო მოგვეშველეთ და დაუდასტურა ალექსანდრემ რომ მოვდივართ ნუ გეშინიათ ცოტა ხანი გაუძელეთ და ამ დროს პარმენიონ რომელიც აზიაშია ატალოსის მოკვლის მერე პარმენიონი სარდლობს ორივე კორპუსი ო რა თქმა უკვე ერთიანი კორპუსია იქ მისი რა ქვია ჰეკატე კარდიელის კორპუსიც არის უკვე მიცა უფლება რომ მოემზადე რომ იონიური ქალაქები განთავისუფლდეს არის ცნობა რომ ეფესოშიც რაღაც ნაწილი შევიდა სპარსელები ჯერჯერობით არ ჩანს რომ მზად არიან თუ ემზადებიან ომისთვის მათ იციან ეს ახლა ფილიპე კი მოკლეს მაგრამ რაღაც ეს ბიჭი იმაზე უარესს აგავს რა განსაკუთრებით ალექსანდრეზე მათ ინფორმაცია აქვთ როგორი მონაცემი გახსოვს ის 14 წლის ასაკში რომ ენა გადაყლაპეს სპარსელმა ელჩებმა ისე მიიღო პელაში დაბრუნდა მერე კორინთოს კავშირი აღადგინა ყველაფერი აღადგინა გამეორება ცოდნის დედა ბერძნებს მოუწიათ გამეორება მათ იხილეს მაკედონური ჯარი ის დაბრუნდა პელაში მაგრამ იქ დედამისმა დაახვედრა ამოწყვეტილია უკვე ეს ოჯახი ხო ყველა კონკურენტი არის მოსშორებული ამბობენ რომ თითქოს თვითონ არ უნდოდა იმ კლეოპატრას და ბავშვის მოკლა, მაგრამ არ უნდოდა ერთია და მეორე ხო. რომ მარტო ის საწყალი ჭკუა სუსტი მისი ნახევარ ფილიპე არიდეი არის ცოცხალი მარტო დარჩენი ჰეტერებმაც და დედამისმაც აბსოლუტურად მაკედონიაში პრობლემა აღარ აქვს. ახლა ბარბაროსებს უნდა მივხედოთ. საბერძნეთი დამორჩილდა სისხლი არ დაგჭირდა უსისხლო თქნა ეს ყველაფერი არავინ არ დაუსჯია დარწმუნებით და სამხედრო ძალის დემონსტრირებით ჯარით გაიარა კორინთამდე ჩავიდა ეს დაბრუნდა დაიწყო ახლა უნდა მივხედო ამ ბარბაროსებს კაცო ესე ამათ მაურიეს ისევ რა 15,000 კაცით დაიწყო წავიდა თრაკიელებს წინააღმდეგ იქ არის როდოპის მთები ალბათ გაგვიგია კიდევაც რა დღევანდელ ბულგარეთში როდოპის მთებში თრაკიელებმა მოუწყეს ჩასაფრება ხეობებში მაგრამ ამან იცოდა ამის შესახებ გადაანგრია გადავიდა სასტიკად დაამარცხა თრაკიელები მერე დაეტაკა სირმიოსი იყო ტრიბალების მეფე ახსოვს ფილიპე ტრიბალებთან ბრძოლაში დაიჭრა ფეხში ხო ეს სირმიოსი დაამარცხა და დუნაიზე დაამარცხა დუნაის ბევრი კუნძულები დუნაის შესართავში დელტაში კუნძულები არის და იქ იყო კუნძული პევკე ეს ტრიბალების არისტოკრატია და ეს სირმიოსი თავის ცოლ-შვილთან ერთად იმ პევკეზე გაიქცა რა სიმდიდრეები გადაზიდა იქა და ალექსანდრე მიადგა ხან პევკეს რა უნდა აიღოს მაგრამ გაზმა გადაღმა დაინახა უზარმაზარი ჯარი ესენი არიან გეტები სასტიკი მეომარი ჯარი არის ზოგი თრაკიელებთან ანათესავებს ზოგი მერე მოგვიანებით დაკებთანაც დაკები გაგვიგია ფილმიც გვინახავს ახლა უშო დაკების წინაპრებათაც ითვლებიან დაკების ერთ-ერთ ტომი დიდი ჯარი დგას იქა თურმე ამ სირმიოსის მოკავშირეები არიან და მოდიან საომრად ამასთან. ალექსანდრე ამ პევკეს კუნძულს დაანება და გადავიდა მდინარეზე, ეხა დანახა ისინი რა. გეტები დაამარცხა. მერე უკან რო გადმოვიდა თავისი ჯარით, ახლა პევკეს აღება უნდოდა, მაგრამ სირმიოს დამორჩილდა.
ტრიბალების ბელად დამორჩილდა და სიკვდილამდე, კუბოს ფიცრამდე შეფიცა ერთგულება და შემოიმტკიცა, ანუ მისი გეგმა რომ კი გამიდგნენ, მაგრამ ესენი ტრებათ არ უნდა ვაქციო. მე დავამარცხებ, მაგრამ მე შევივრდომებ. შევრდომება მოკავშირეობა უკვე. მე გადავიდა არც ამსირებს და უნარჩუნებს შიდა მმართველობის სტრუქტურებს. დესტაბილიზაციას არ ახდენს. დამარცხებულ ბელადს რაჯობია ახალ ელიტის ჩამოყალიბებას არ ელოდება. ელოდება. თან ყველას თავაზობს რას, დიდ ლაშქრობას აზიაში და თქვენ გამდიდრდებით. ეს რესურსები ჭირდება. აგერო დარბიხარ და მაკედონია ზარცავთ და არც თქვენ ყოფნით და ჩვენ კიდე ამნაირად მოდი აგერ აზია გველოდება ხახა დაღებული არის სიმდიდრეებით სავსეა მოდი ერთად რა მოტივაციასაც უჩენს. თა ლეგიტიმაციაც აქვს ჩვენ მაგერმა დაგვჭაგრეს თავის დროზე და ახლა ჩვენ უნდა გადავუხადოთ უნდა დაუბრუნოთ ის სიბოროტეები რაც მათ ჩაიდინეს ხო და მე გადავიდა პეონები დაამარცხა პეონები ძალიან ჭირდებოდა იმიტომ რომ მე პეონები ერთ-ერთი საუკეთესო მეომრები არიან მის ჯარში ისენც ასე შემოემტკიცა ხო მე ილირიაში ილირიელების ბელადი იყო კლიტოსი გახსოვთ ბარდილი რო დაიღუპა ფილიპესთან ბრძოლაში 7000 ილირიელთან ფილიპე რო დაამარცხა პირველად ილირიელები ბარდილი დაიღუპა იქა იმის შვილია ეს კლიტოსი ბრძოლის წინ ყველაზე უფრო მაკედონელებს მაინც ილირიელებთან უჭირდათ ბრძოლა ხო ბრძოლის წინ ესე ველური ისეო ტომი იყო რაღაცა ღმერთებს შეწირეს 3 ბიჭი 3 გოგო და 3 შავი ცხვარი მოხდა ბრძოლა რა ძალიან გაუჭირდა ალექსანდრს მაგრამ დაამარცხა ესენი გაიქცა ეს ტავლანტიელები იყო არავინ არ იცის ეს ტავლანტიელები ვინა ილირიელები არიან თრაკიელები არიან არის რაღაცა მე წავიკითხე ამ ბოლო დროს ვითომ კელტებიც არიან ტავლანტიელებთან გაიქცა კერძოდ მათ ბელადთან გლავკიასთან ეს კლიტოსი მე ეს ტავლანტიელები და ეს ილირიელები კიდე მეორეჯერ წამოვე უმძიმესი ბრძოლა ჰქონდა იქ მაგრამ დაამარცხა ილირიელები და შემოიმტკიცა მთელი საბერძნეთი ზაფხულში ხდება ეს 335 წლის ზაფხულში ხდება მთელი საბერძნეთი ელოდება რომ რას იზამს იქ ბარბაროსებთან ხო მოდის ბიჭო უცნაური ამბავი მოდის რაღაცები მეორდება საბერძნეთში მოდის ამბავი რომ ალექსანდრე დაიღუპა ბრძოლაში ილირიელებთან შეიმია გახსოვს ფილიპე მე დიდი ეჭვი მაქვს რომ დეზინფორმაცია არც ეს არაა თუმცა რაში აწყობდა საბერძნეთის თავიდან არევა ახლა მაშინ ფილიპეს ყველაფერი წინ ქონდა და ვიღაცები ამას უკვე დალაგებული აქვს ამას დალაგებული აქვს ჩამოვე დემოსთენე გამოვარდა ის მაგარი კაცი კი იყო ხო ჩამოვიდა ის ამბავი მოკვდა ალექსანდრე ამ დემოსთენემ რო დაერწმუნებია სახალხო კრებაზე ხალხი ეკლესიაზე ხალხი ვიღაც ტიპი მოიყვანა რომელმაც თქვა რომ მე იმ ბრძოლაში ვიყავი რომ ნახევ როგორ მოკვდა სრულ მოწმე მოიყვანა ამ დემოსთენესთვისაც არ იყო არაფერი უცხო მთელ საბერძნეთში არის ზეიმი და ახლა ჩვენ ხო ვთქვით ერთ-ერთ ჩვენ წინა მოგზაურობის დროს საბერძნეთში ყველა ქალაქში არის ორი პარტია ანტიმაკედონური და მაკედონური ეს ანტიმაკედონელები დაერიენ ამ მაკედონელებს აი დაიწყობდნენ ხოცვაშლენ და ტერორი დაიწყეს ანტიმაკედონელებმა დაიწყეს თავარ ვქვათ პრომაკედონელი არ არის ეს პროსაციტო არ მომწონს ამ დროს ათენში არიან თემბელი ემიგრანტები ახ ფილიპეს დროს როცა კადმეაში ჯარი შეაყენა პროთიტე და რა ერქვა კიდე ფენიქსი ათენში ეს დემოსთენე ბობოქრობს ისევ გაუორგულდნენ მაკედონელი მოკვდა ის ფიცი დარღვეული აი ის კორინთოს კავშირი ის კორინთოს კავშირი ჯერ მამა მოკლეს და ახლა შვილი დაიღუპა ომში რა აფერი აღარ გვევალება რა ხოლმე ეს თებელი ისე პროთიტე და ეს ფენიქსი ჩავიდნენ თებეში იქ კადმეაში მაკედონური გარნიზონი მივიდნენ იმ მაკედონურ გარნიზონთან და მათ ოფიცრებს უთხრეს რომ გამოდითო სალაპარაკო გვაქვს ხო გამოვიდნენ ის მაკედონელი სარდლები და ბიჭო არ დახოცეს ამგებმა ამ ზისხლი დაიღვარა უკვე ხო სარდლები დაუხოცეს რა კადმეას ალყა დაიწყო თებელები აჯანყდნენ ხო
ხო, თებელებს ყველაზე მძიმედ მოექცა თავის დროზე ფილიპე, ხო გვახსოვს ჩვენ. ალექსანდრე არჩანჯერ. ალექსანდრე იქ არის ეგაც ილირიაში ყდარი გონია. ხო. კადმეას ალყა დაარტყეს თებელებმა, ათენელებს მოუწოდეს რომ მოგვეხმარეთ რაღაცები და ამ დემოსთენებს სპარსელების ფული ჩამოუვიდა, ჯერ იარაღი გამოუგზავნა და მე პერსპექტივაში მოქირავნეებიც უნდა მიეხმარა და კადმეა და უნდა გარეკონა ხა ეს მაკედონელები. მაგრამ ვიო, აი მოდის ამბავი რომ ცოცხალია და მოდის. 13 დღეში გამოიარა სასაულის ისრაფით ჩამოვიდა. ილირიიდან მოადგა ამ თებეს, მოადგა 30,000 ქვეითით და 3,000 მხედრით, მათ შორის თესალონიკური კავალერია. ესე პანიკა ატყდა საბერძნეთში, რას ეძახონა ხო იცი, გამძვინვარებული აქილევსი მოდის. თვითონ ხო თვლიდა რომ აქილევსი შთამომავალია და აქამდე ხო ლაწირაკს და რას არ ეძახოდნენ, ახლა ყველა ეძახა გამძვინვარ აქილევსი მოდის გამძვინვარებული, მოადგა თებეს. ხო, როცა თებემ ალყა შემოარტყა, თებელებმა ალყა შემოარტყას, კადმე მთელი საბერძნეთ მოძრაობაში და აი ეტოლიელები აპირებენ რომ შეუერთდნენ თებელებს, იქ ათენელები, იქ არგოსიდან არავინ არ მოელოდა ახლა. არგოსელები, არკადიელებმა ჯარი დაძრეს, თებეს მისახმარებლად, ელიდელები. ყველა მთელი საბერძნეთ დაიძრა, გავანთავისუფლოთ კადმეა და რამე რო იყოს მაკედონიაში ჩევიდეთ და თესალიელების მარად მოღალატებები საერთო ბერძნული საქმის დავსაჯოთ, მაგრამ ბიჭო მოვიდა, აგერ ცოცხალია. ახლა აშვება როგორ იქცევა რა. არ უტოვებს არანაირ საბაბს ბერძნებს რომ დაბრალდეს მას, რომ ისაა აგრესორი. მოვიდა თებესთან და ბანაკად დადგა, ქალაქ გარეთ დადგა, თებელებს შეუთავა რომ მოდით ჭკუას. და მკვლელები გადმომეცეთ, სარდლები ვინც დახოცა. არა, იმათმა სახალხო კრება ჩაატარეს, რომ არ გემორჩილებთ რა. ახლა როგორ თებეს ალყაა ძალიან საინტერესო, ახლა თებეს დიდი მაღალი კედლები არ ქონდა სხვათა შორის და როგორი რაღაცა ხდება, იცი, ეს გარეთ ადგას თავის ბანაკით ალექსანდრე და თებელების ჯარიც გარეთ გამოვიდა, პალისადები ააშენეს, გამაგრებული ბანაკი და თვითონ ქალაქში გარნიზონად დატოვეს, მონები გაანთავისუფლეს. აი მონები დააყენეს ციხესიმაგრეებზე, მაგრამ თვითონ გარეთ არიან და ეს ალექსანდრე გაუგზავნა ელჩები, რომ რა, მოდით რა ჭკუაზე და მოხსენით ის ალყა იმ კადმეას რა. არ შვებიან არაფრით ესე და მერე იქამ რამოდენიმე დღე ელოდებოდა რომ იქნებ ჭკუაზე მოვიდნენ ეს თებელები და ამოღე თებელები დაესხნენ მაკედონელების ბანაკს თავს. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. დავიდა ბრძოლა, მაგრამ თვითონ ჯერ კიდე თავს იკავებს, რომ უშუალოდ ქალაქს შეუტიოს და ამ ბანაკს შეუტიოს, თებელების ბანაკს, რომელიც გარეთ არის, ქალაქ გარეთ არის. მე ამინტა ერქვა იმ სარდალს, არა პერდიკა იყო, ამინტა მერე ჩაერთო. ერთ-ერთი მისი გენერალი პერდიკა ვერ მოითმინა და დაესხა თავს ამ პალისადებს, თებელების ბანაკს, მაგრამ დაიჭრა მძიმედ იქ ეს პერდიკა გამოათრიეს მაკედონელებმა. მე ამინტა ჩაერთო. ერთ-ერთი სარდალი. მე ამ ალექსანდრემ ახლა უყურაღურ არ ჩერდებიან კაცო. მე თვითონ დაძრა ჯარი და დაეტაკა და ბანაკში შეიჭრა თებელებს, თებელები გაიქცნენ ქალაქში შედიოდნენ, ქალაქში უნდოდა თავი შეეფარებია და იქ მოხდა
ჭყლეტა. თებელებს კარგი კავალერი აყავ. ხო, საინტერესო რა არის, სანამდე ეს ბრძოლები დაიწყებოდა, ალექსანდრემ გამოიძახა ბეოტიის კავშირის ყოფილი წევრები, ქალაქი ორქომენი, პლატეა და თესპია. და ისინი მოკავშირეებად დაიყენა. და ისინი ალექსანდრეს მხარეზე იბრძვიან თებეს წინააღმდეგ, იმიტომ რომ თებეს ბევრჯერ ყავს ისინი, ახლა პლატეა რამდენჯერ გააწვალეს. ასევე ყავდათ ორქომენი საერთოდ ორი იყო, ერთი იყო ბეოტიაში, მეორე იყო არგოლიდაში. ხოლო ეს სამი ქალაქი, ანუ თვითონ ბეოტიელების ნაწილი ალექსანდრეს მხარეზე შეიჭნენ ქალაქში. ის მოხდა ჭყლეტა, თებელების კავალერიამ დაიწყო ქვეითი ჯარის და ესენი შეყვნენ რა. ქალაქში დაიწყო საშინელი ბრძოლა. ისინი იბრძვიან ბოლომდე თებელებს. არის ცნობა, რომ დიდი სისასტიკე გამოავლინეს მაკედონელებმა, მაგრამ არის ასევე ცნობა, რომ მაკედონელები კი არა, აი ეს ორქომენელები, პლატეელები და თესპიელები შვებიან, არ ინდობენ არავის. აიღეს ქალაქი და 6,000 თებელი დაიღუპა ქუჩებში, ბრძოლაში. ახლა ალექსანდრემ თებეს ბედი უნდა გადავისა, მე რამდენჯერ შვება ამას თებე. მე რამდენჯერ შვება ამას თებე, ხო? ამიტომ თვითონ კი არ მიიღო გადაწყვეტილება, დაუძახა ამათ რა, თესპიელებს, პლატეელებს და ორქომენელებს და თქვენ გადაწყვეტეთ თუ თებეს ბედი. რასაც მეტყვით ისე მოვექცე. ის თებელები ამწარებდნენ სულ ამ ბევრჯერ აყავთ გამწარებული ესე და ამათ გამოიტანეს უმძიმეს თავს. თებელები ყველა ტყვეობაში და მონებად გაიყიდოს და ქალაქი უნდა დაინგრეს. როგორც ამბობენ, ალექსანდრეს არ მოეწონა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა მეფეა, სიტყვა მიცემული აქვს და მიიღო გადაწყვეტილება დაანგრიეს თებე. სახელოვანი ქალაქი თებე, პელოპიდეს ქალაქი, ეპამინონდეს ქალაქი, პინდაროსის ქალაქი, დიდი პოეტის, ხო? დაანგრიეს, ოღონდ დატოვეს კადმეა, როგორც იხეს იქ მაკედონური გარნიზონი ჩართო, დარჩა. იმ ბრძოლებში ესენ ქალაქში შეიჭნენ, ისინი გამოვიდნენ კადმეადან და გასრისეს შუაში თებელები. 6,000 კაცი დაიღუპა, 30,000 გაყიდეს ტყვეთ. თან ტყვეთ ვინ გაყიდა, იცი? ამათმა. ორქომენელებმა, პლატეელებმა და თესპიელებმა. ამბობენ, რომ ტყვეთ რო გაყიდეს თებელები, 240 ტალანტი აიღეს. აიღო მან საფასური. მერე დათვალეს ვიღაცებო თითო კაცი გაყიდულია 88 დრახმად, რაც ძალიან იაფია. ორჯერ უფრო იაფი, ვიდრე ათენის ბაზარზე მონაღირდა. ანუ აი ასე ძალებივით გაყიდეს. თავისივე ბეოტიელებმა. დატოვეს მარტო კადმეა, დატოვეს ტაძრები და ქურუმების სახლები, დატოვეს პინდაროსის სახლი, დიდი პოეტის და დატოვეს მაკედონელების პროქსენების სახლი. ძმათნაფიცების, ხო იყო ახლა პროქსენობაზე ვილაპარაკეთ. ანუ ვინც კი მაკედონელი ყავდა პროქსენი, ანუ ძმათნაფიცი, ორქოთასი იმათ სახლებდა და თანჩენ დაანგრიეს თებე მოთხარეს. იქ მოხდა ასეთი ამბავი, ალექსანდრესთან მოიყვანეს ქალი ტიმოკლეა, რომელმაც მოკლა თრაკიელი მეომარი, ალექსანდრეს მეომარი მოკლა, როგორ მოკლა ახლა? ჯერ ამ თრაკიელს ეს ქალი გაუპატიურებია. და მერე მოთხოვეს იმდიდრეუსა და გაქო დამალულია. წარცხვა ხო წავიდა ქალაქის და ამ ქალს მოტყუებით მიუყვანეს თრაკიელი მეომარი ჭასთან და უთქვია, რომ იქ არის იმაში ჩავაგდეო ჩემი ოქრო ვერცხლი. ჩაუხედე ამ თრაკიელს, ამას ჩაუგდია იმაში ჭაში და მერე ქვებით ჩაქოლა. ამ მეფი ჯარისკაცი მოკლა. ნუ სიკვდილით დაჯდა. მაგრამ ეს ქალი ვინ აღმოჩნდა, ეს ტიმოკლეა. ეს აღმოჩნდა გახსოვთ ქერონეას ბრძოლაში. მთავარსარდლობა რომ მოითხოვეს თებელებმა. და მთავარსარდალი ქერონეას ბრძოლაში ათენელების და თებელების იყო თეაგენე. ის დაიღუპა იქ ქერონეაში მაშინ. თეაგენეს დაარიეს. ანუ ადგილობრივი დიდებული. რომელიც ფილიპესთან ომში დაიღუპა ქერონეას ბრძოლაში. ალექსანდრემ რო გაიგორეს თეაგენეს დაარიეს ტიმოკლეა, გაანთავისუფლა. და მისი ოჯახიც გაანთავისუფლა
და სახლიც დაუტოვა. არ ახლო ხელი. როგორ ტიპი იყო. თებე დაეცა Why Athens. დემოსთენეს ათენს და ვუის აბერძნეთს დანარჩენებს, რომლებიც იბრიქებოდნენ. არკადიელებს ჯარი ყავდა და გაგზავნეს მე გზაში მოაბრუნეს. გაქვავდა მთელი აბერძნეთი, თებე დაეცა. მე ხო და ამოვიდა ახლა ეს მისკენ ათენისკენ მოდის. ხო, ეს თებეს ტერიტორია რაც იყო, მეუტია ამ სამ ქალაქს გადაუნაწილა რა. ორქომენმა, თესპიამ და პლატიამ გაინაწილებს რა. როგორც კი თებეს დაცემის ამბავია, იმ წუთშივე დააყარეს იარაღიც და ჩამოყარეს ყურებიც ბერძნებმა. იმგენმა ელიდაში გადატრიალება მოაწყვეს, იქ დემოკრატებმა ოლიგარქები გაყარეს. ისინი დააბრუნეს, ეტოლიელებმა ელჩები გაუგზავნეს, ყველა დამორჩილდა რა. თებე დაეცა. დაიწყო პირიქითა ტერორი. უკვე მაკედონელებმა დაიწყეს ანტიმაკედონელების ტერორი. ათენში თებეს დაცემა გაიგეს სექტემბერში, ხო. ისევე ამბავი ატყდა, ისევე საქონლით გაავსეს ქალაქი, ისევე აი ვერაფერს ვერ მოაბეს თავი. სახალხო კრებაზე ახლა ეს დემადე გახსოვთ თქვენ თერსიტეს რო შეადარა ქერონიას ბრძოლის დროს. მერე დემადეს ხელშეკრულება დადო ფილიპემ, ხო? დემადე მაკედონელი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დემადე გამოვიდა, რომ აი ეს თქვენ ქენით ანტიმაკედონელებმა და დემოსთენემ და ვინც ახართ, რომ შარში გავხვია და ამერ მოდი შევჭამს. გამძვინვარებული აქილევსი მოდის და ამიტომ სახალხო კრება შესთავაზა, მოდი 10 კაცი გაუგზავნოთ ელჩებად, რომლებიც მაკედონიის მომხრეები არიან. ოღონდ რა პირობით წავიდეთ? ერთადერთი თხოვნა იყო, რომ თებედან ხო გამოიქცნენ ემიგრანტები, ამან დაანგრია. იქნებ თხოვოთ ალექსანდრეს, რომ თებელ ემიგრანტების გადაცემა არ მოგთხოვს. ხუთეშვილის ათენს კონდა ეგეთი სახელი საბერძნეთში. ყველა ბერძენი, ვინც იჩაგრებოდა, სადმე ათენში გარბოდა და ათენი იყო აი მიმღები. პოლიტიკური დევნილების თავშესაფარი. ხო, თავშესაფარი. ხო, აი ვინც გაიქცა. გახსოვს თქვენ რომ აი როცა იმაზე ლაპარაკობდით ათენურ არისტოკრატულ გვარებს, ბევრი მათთაგანი იყვნენ პელოპონესიდან გაქცეულები, როცა დორიელები მიესიენ რა. თხოვნაო გაუკეთოთ, რომ ის ამ მას ნუ მოგთხოვს. ემიგრანტების გადაცემას, იმიტომ რომ იმათ მაშინვე მონებად გაყიდით. გამოვიდა ისიც რა ქვია ფოკიონი, არა, დემოსთენეს სარდალი, რომელიც არ ჩანს რა. აი, ფოკიონმა უთხრა ამ ანტიმაკედონელებს დემოსთენეს და სხვაებს, ქარიდემე იყო, ქარისი იყო, რა ვიცი, ფიალტე იყო, ლიკურგე იმას შეგვეშალოს, ათენელი ანტიმაკედონელი იყო ლიკურგე, რომ აი თქვენი ბრალი არის ასე დღეში რო ვართო და თუ ვაშკაცები ხართ. ახლა ვადექით და წადითო თქვენ თვითონო იმასთან, ალექსანდრესთან, რომ ქალაქი გადარჩეს. დემოსთენე გამოვიდა, ახლა სახალხო კრებას უთხრა, ნუ გადასცემთო ჩვენ თავსო მაკედონელებსო, იმიტომ რომ ესო იმას გავსო ცხვრებმა საკუთარი მცველი ძაღლები მგლებს რო გადასცენ. ხო, საბოლოო ჯამში შეთანხმდნენ სახალხო კრებაზე, მერე ამან როგორ ჩანს, ან მოისყიდა, ან დაითანხმა ეს დემადე და ეს ფოკიონი დაეთანხმენ იმასში, რომ ალექსანდრე არ მოგთხოვოს ემიგრანტების გადაცემა და ჩვენი ანტიმაკედონელების გადაცემა. ახლა ჩავიდნენ ამ იმასთან. ალექსანდრესთან მივიდნენ რა, ხო და ალექსანდრემ უთხრა, რომ კარგი ემიგრანტებს არ ვკიდებ ხელს. არ მოგიდებ თებელ ემიგრანტებს. ოღონდ ერთი პირობაა, მე ნუ გადმომცემთო, ათენიდან წავიდნენ. წავიდნენ ისინი, ძალიან ბევრი წავიდა სპარსეთში. ამან მოითხოვა დემოსთენე, ლიკურგე, ჰიპერიდე, ქარიდემე, ქარისი, სულ ყველა მოითხოვა გადმომეცით ანტიმაკედონელები, მაგრამ იქ ივაჭრეს კიდე და აი ისინიც ის მაკედონური პარტიის წარმომადგენლებიც, ხო, თავის პოლიტიკურ როგორი იცავენ რა. საბოლოო ჯამში ალექსანდრე დაეთანხმა, კიბადო ჯანდაბას თქვენ თავსო და ქარიდემე გააგდეს მარტო.
ქარიდემეს აწავიდა, ძნელი გამოსაცნობია სპარსეთში გაიქცა. ანუ ალექსანდრეს თვის არავინ გადაუცია, თუ გაძევებას დათანხმდა, ისიც მხოლოდ ქარიდემეს. არ მოითხოვა არავინ და არ ჯარის ჩაყენება არ მოითხოვა. მერე იქ რაღაცე პატივი მიაგეს, ზეიმი მოაწყეს, მაგრამ ესე თვალით უყურებდა. ამ საქმეში ფილიპეც და ალექსანდრეც თვლიდნენ, რომ ბერძნები ძალიან არამდგრადები იყვნენ. მაგრამ ნუ ახლა რასიზამ ჭირდება ბერძნები. დიდ ლაშქრობ მტერი არ უნდა, მტრად არ უნდა დატოვო არავინ. და ალექსანდრე ფიზიკურად მაგ დროს შევიდა არ შესულა ათენში, არც მაშინ, არც მამამისის დროს შევიდა. მაშინ მამამისი არ შევიდა. იმას შეყვა, ანტიპატრეს შეყვა მაშინ. როცა მამამისი მიადგა ფილიპე. ახლა არ შევიდა. მან უკვე მოაგვარა ორი მთავარი საკითხი მოაგვარა. ფილიპეს პროგრამის ორი პუნქტი შეასრულა. ბარბაროსები დაიმორჩილა არა მარტო არამედ მოკავშირეებად დაიტოვა და საბერძნეთი დააშოშმინა. სხვათა შორის არასერიოზულები გახდნენ ძალიან ბერძნები. აი ეს პოლისური სისტემა და ეს დიდი ბერძნული ელეფთერის დიდი აპოლოგეტები და აჩრდილებად იქცნენ რა. აღარ პოლიტიკური ლილიფუტები გახდნენ. ახლა დემოსთენე საინტერესოა, იმიტომ რომ ეს არის მართლა ღმერთის სიტყვის, ლოგოსის და ფანტასტიკური კაცი იყო. მაგრამ აი ლილიფუტები არის. სპარტა რაღაცა იბრიქება, არ წამოვალთ, მას ვიზამთ, თებე გაასორეს მიწასთან. ათენი კიდე რაღაცა ცირკია, ქალაქი კი არა უკვე. აჯანყდა, როგორც კი რაღაც ჯერ არ ამოწმებენ, ჭორების აყოლა იციან, მერეც რო ინფორმაცია. სხვათა შორის დიდი გერმანელი ისტორიკოსი, ჩემთვის აი თუ მკითხავთ ვინაა შენი კუმირი ისტორიკოსებში, ესა თეოდორ მომზენი გერმანელი. იმას აქვს აი კეისარი რომ კელტებს ამარცხებს, გალიას რო იპყროს, იქ ადარებს კელტებს და ათენელებს, ეს რა ქვია. აი ჭორი უფრო მოწონდათ, ტყუილი უფრო მოწონდათ, ვიდრე სიმართლე. ათენი ზნეობრივადაც დაეცა, ფიზიკურადაც დაეცა, პოლიტიკურად ხო დაეცა. როგორც კი რაღაცაში ატყობდნენ, მაშინვე რაღაცებს იწყებდნენ, მერე რო გამოჩნდებოდა ან ფილიპე, ან ალექსი, ისიც ხო ერთხელ მოკლეს ვითო, მერე ეს მოკლეს ვითო. მერე ჩავე იმ წუთშივე იარაღს, ანუ არასერიოზული გახდა საბერძნეთი. ახლა ამან დაინარჩუნა, საბერძნეთიც დაინარჩუნა და ჩრდილოელი ტომებიც კი დაამარცხა, მაგრამ მოკავშირეებად გაიხადა. არ დასაჯა არავინ. აბსოლუტურად ფილიგრანულად მუშაობს. ერთადერთი იძულება იყო თებეს დანგრევა და იქაც გადაწყვეტილება თვითონ არ მიუღია. მიიღეს ორქომენელებმა, თესპიელებმა და პლატეელებმა. ხო და თვითონ იყიდეს მერე ტყვეებად, მონებად ისთება, ძველი მტრობა ჰქონდათ იმათ. ერთმანეთში თებე ჩაგრავდა, ბეოტიის ქალაქებს ჩაგრავდა თებე. უხეში ხალხი იყვნენ თებელები საერთოდ. რომ არა ეპამინონდე და პელოპიდე და თუნდაც პინდაროსი დიდი პოეტი, თებე არის ხორცმეტია. სიმსივნეა საბერძნეთის სხეულს. სუნტრის მხარეზე არიან, სპარსელების მხარეზე იბრძოდნენ, მარდონიოსის მხარეზე იყვნენ. პელოპონესის ომი თებემ დაიწყო, ფიზიკურად დაიწყო თებე, როცა პლატეას დაესხნენ თავს. არც სპარტელებს დაუწყიათ და არც ათენელებს. ის დაიწყო, პლატეას დაესხნენ თავზე და ახლა აგერ პლატეელებმა აუღეს, გადაუხადეს. სამაგიერო. ძალიან ცუდად გადაუხადეს, თებელები დაიფანტნენ. მერე რომ მიდის იმაში, ალექსანდრე რო წავა აზიაში, ბევრი დახვდება ეს ემიგრირებული, გაქცეული თებელები, გაბოროტებული თებელები. ამბობენ რომ ჯავრობდა. არ უნდა მექნაო, მაგრამ მოკავშირეებმა გადაუწყვეტ. კარგი, დაიმორჩილა ალექსანდრემ საბერძნეთი. ელა და ზათარი. ბარბაროსები მზად არიან, ის ფილიპეს იმპერია აღდგა.
ისტროსიდან, დუნაიდან სპარტამდე, ეგეოსის სამხრეთამდე, პელოპონესის ჩათვლით. ანუ ამ ბიჭმა მამამისის სამეფო იმას რომ რამდენი წელი 20 წელი 25 წელი რომ დაჭირდა ფილიპეს მაგრამ 2 წელიწადში კი 1 წელიწადში გაიმეორა და დაიდასტურა დაბრუნდა პელაში მორჩა პრობლემები აღარ არის დინასტიური პრობლემები აღარ არის კანდიდატები არავინ არის ერთი სულელი ძმა ყავს ფილიპე არიდეი შიგნით დალაგებული აქვს ატალოსი მოკლულია ოპოზიცია აღარ აყავს ლინკისტიელები ამოწყვიტა ჯარმა აღიარა საბერძნეთი დაემორჩილა და დაემოკავშირა ბარბაროსებიც დაიმოკავშირა და იგეგმება ბოლო სტადია რასაც ვერ მოესწრო ფილიპე სპარსეთზე ლაშქრობა ხო და დაიწყო მზადება ყველა ფილიპეს მიერ დაგროვებული სიმდიდრეები გახსნა და დაიწყო ჯარის შეიარაღება ფლოტის 160 გემი ააშენეს სამხედრო საბჭოებს აწყობს გეგმავს ინფორმაციები ჩამოდის როგორც ჩანს ჯერ კიდე ფილიპეს დროს დაზვერვაც ძლიერი ყავდათ იმიტომ რომ ახლა სპარსეთის იმპერიაში ბევრი იყო ბერძენი და ბევრი იყო ისეთი სპარსელიც რომელიც ახლა ღალატი მარტო ბერძნებს კი იმათაც იცოდნენ ღალატი არის ადამიანის ხშირად ბუნებრივი მდგომარეობა ვინმე უკმაყოფილო თუ დარჩა გაგულისდა გაბრაზდა მე რატო არ მომაქციეს ყურადღება მე რატო არ დამნიშნეს პრიზი მე რატო არ გადმო ყველას გენიოს გონიათ ეს ადამიანის ბუნება ხო ამპარტავნება ხო იქაც იყო და ინფორმაციები მონდის აგროვებს ყველაფერს სამხედრო საბჭო ორი უძლიერესი სარდალი ყავს ანტიპატრე და პარმენიონი მაგრამ ერთი საკითხია ძალიან მნიშვნელოვანი ეს რომ მიდის აზიაში ვისტოვებს აქ ვინ უნდა დარჩეს იმიტომ ეს როგორც კი ჰელესპონტზე გადავა აქ თუ მაგარი კაცი არ დარჩა ხო დედამის ვერ დატოვეს არა რას ოლიმპიადას როგორ გააკარებდა ეს რამეს დედა ძალიან უყვარდა მაგრამ იცოდა რომ დედამისი იყო ინტრიგანი ყველაფრის მყადრებელი სისხლიანი ქალი გულბოროტი ქალი შურიანი ქალი ჭირდება სანდო და სტაბილური მარკა ჭირდება ძლიერი თან სამხედრო ლიდერი ჭირდება და ორი კანდიდატი ყავს ახლა ან პარმენიონი უნდა დატოვოს ან ანტიპატრე მამამისის მეგობრე ძველი პირველი თაობის ეტერი ამოარჩი ან ერთი უნდა წაიყვანოს ან ორი დატოვა ანტიპატრე მამამისი მე ხო გითხარით მაშინ ათენში ხო ელჩად გაუშა ფილიპეს ქონდა ნათქვა მე მშვიდად მძინავს მაშინ როცა ანტიპატრე ფხიზლობსო და როგორც ჩანს მამამისისგან ქონდა ახლა ეს დატოვება პერსონის ხო ფილიპე რო აპირებდა ლაშქრობას ალექსანდრეს არ დატოვებდა და ალექსანდრეს წაიყვანდა სალაშქროდ ამიტომ ეს ძველი კანდიდატია როგორც ჩანს ანტიპატრე დატოვა შენ მიხედავ მემკვიდრეობას მაკედონიას თრაკიას, ილირიას, პეონიას, აგრიანებს, ეპირს, ელადას, ყველაფერს შენ მიხედავ. და კორინთოს კავშირი არ უნდა დაიშალოს. და გააკეთა რა, მან ჯარი გაუყო შუაში, ზუსტად შუაში გაუყო. ახლა შემდეგ ლექციაზე მოძრაობაში ჩვენ მოვყვებით რა რაოდენობით და ვინ მიყავს საომრად. დღეს შევეცდები ის ხალხები ჩამოვთვალოთ. მაშინ ხო ჩამოვთვალოთ აზიელები ვინც მოდი ახლა ევროპელებს ჩამოვთვლი მაგრამ ჯარის შემადგენლობა ალბათ შემდეგ ჯობია გავაკეთოთ როცა უკვე გადავა ალექსანდრე აზიაში მაგრამ ალევისა უშუალოდ მაკედონელები 24000 ქვეითი იყო და 3000 მხედარი ამან ზუსტად ჩვაში გაუყო ანტიპატრეს დაუტოვა 12000 მაკედონელი და 1500 მაკედონელი მხედარი ამდენივე 12000 ქვეითი ფალანგიტი და 1500 მიყავს, მაგრამ ამათ გარდა კიდე სხვა ხალხები მედიან. სანამდე ლაშქრობას დაიწყებენ, ამათმა მოთხოვეს, ამ ჰეტერებმა მოთხოვეს, რომ ცოლი მოიყვანა.
რომ მემკვიდრე დაგვიტოვე მემკვიდრე ხო ასე არ შეიძლება ხა მიდიხარ ყველა ამოწყვეტილია აქ მართლა სულელი ფილიპე არის დაიჭვი იმაზე ხო უნდა დავჭე თანაბარა ის უფროსი ძმა ნახევარს ფილინასგან რო ყავდა ფილიპეს თესალელი ქალისგან ამან თქვა რომ არაო ქორწილია ცუდად აგვაქვს ჩვენ ლაშქრობის დაცდილიო და მე არ მიმაჩნია ახაო სორათო რომ ჯარი რომელიც ვარჯიშობს თელი ქვეყანა სამამრად ემზადება კბილებს ილევა ხა მე აქ კიდე ქორწილები მოვაწყო აირიდა თავი აშკარად სხვა გეგმები აქვს ალექსანდრეს ახლა იქ თავის სარდლებს და თავის ჰეტერებს ამას არ ეტყოდა მაგრამ მე გამოჩნდება რომ ალექსანდრეს არ უნდა მაკედონელი ცოლი ალექსანდრეს უნდა აზიელი ცოლი სოთაშვილს ერთი რამე უნდა გითხრათ რა რაც ძალიან საინტერესო როცა არისტოტელე ზრდიდა ალექსანდრეს და მის მეგობრებს არისტოტელე იყო რასისტი თანამედროვე გაგები შეიძლება ფაშისტიც იმიტომ არისტოტელე ელაპარაკებდა ბერძნების უპირატესობას და ახლა ეს იდეა აზიაში ლაშქრობის იდეა ჯერ კიდე ფილიპე მაშინ ცოცხალი იყო რაღაცა და ამან როცა იყო ლაპარაკი აზიაში ლაშქრობაზე არისტოტელე ალექსანდრეს ეუბნა მე წერილებში წერს ამას რომ ვინც წინააღმდეგობას გაგიწევს აზიელი ყველას თავის ქალაჩა უმსხურია მე ეს წერს თავის მასწავლებელს არა ხარ მართალი შენ აქ მაგარი ხალხები ცხო პრინციპში კი არა და ასეც არის რა პირველი კოსმოპოლიტი არის ალექსანდრე მსოფლიოს ისტორიაში რომლისთვისაც ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. მე ის ისეთ სამეფოს შექმნეს, როცა აზიას დაიპყრობს და აფრიკის ნაწილსაც ეგვიპტეს და კირენაიკას, რომ ღირსებმა არ მაინტერესებს შენ სპარსელი ხარ, მაკედონელი ხარ, ბერძენი ხარ, არ მაინტერესებს. თავარი ღირსეული ხარ. თავარი ნიჭი გაქვს. თუმცა ბერძნული კულტურა და ბერძნული ენა მას მიაჩნდა, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო, იმიტომ საერთაშორისო აუცილებელია ხა ძველმა აღმოსავლეთმა იცოდა საერთაშორისო ენები, მაგალითად არამეული იყო ასეთი. არამეული იყო სალაპარაკო დიპლომატიის ენა იყო, ბაბილონური ენაც იყო ასეთი. სპარსული არ იყო სალაპარაკო ენა, სპარსეთის იმპერიაში. ყველამ არ იცოდა, არ ევალებოდა. მაგრამ იქ მე პირველი კოსმოპოლიტია და მე მის მასწავლებელს იქიდან წერილებს რო წერს, ეუბნება რომ არა ხარ შენ მართალი. ჩვენ აქ ისეთი ცივილიზაცია დაგვხვდა, რომელიც ჩვენზე უფრო ძველია და ჩვენზე უფრო მაგარია. ესენი ჩვენზე უფრო მაგარ არხებს აშენებენ, ჩვენზე უფრო მაგარ ქალაქებს აშენებენ, ასტრონომიაში რომ ასწავლიდე, ამათმა 10-ჯერ უკეთესი იციან შენზე ასტრონომია. ბაბილონი რო ნახა, გადაირია კაცი. ამიტომ მე მიუხედავად იმისა, დიდი სიყვარული ქონდა მასწავლების და პატივისცემისა და სულ საჩუქრებს უგზავნიდა აზიი და მაინც თვლიდა რომ არისტოტელე არ იყო მართალი. ამიტომ ქორწილზე უარი თქვა, არ მოიყვანა ცოლი. მე ეს ფული სულ დახარჯა გიორგი, ამ ფილიპეს ნაგროვები ფული დახარ 60 ტალანტი დაუტოვა მარტო იმას ანტიპატრეს. დაარიგა ეს ფული და დაარიგა ჰეტერებში. რომ აი თქვენს ოჯახებს ახლა ცოლშვილ თქვა რომ მოდი. უფროს თაობის ჰეტერებსაც და თავის თაობასაც დაარიგა ეს ფული. ფილიპეს ნაგროვები პანგეას ოქრო. ხო და პერდიკა მისმა მეგობარმა უთხრა ერთ-ერთმა ჰეტერმა რომ ალექსანდრე ამას რო არიგებ რიზიმედად. რო არიგებ რატო არიგებ რიზიმედად. რატო არ იტოვებ არაფერს შენთვის. რომელიც დიდ ექსპედიციაში ამან უთხრა რომ ფული არ მჭირდება მე იმედს ვიტოვებ. მაშინ პერდიკამ უთხრა სამხედრო საბჭოზე ხდებოდა ეს. პერდიკამ უთხრა მაშინ მე არ მინდაო ჩემი წილი. ჩემ ოჯახს რომ მე ცოვაბრუნებ. ყველა მამ ჰეტერებმა თავი ხო მიცახუა ჩუქა ეს ფული. ჰეტერებმა ყველამ დააბრუნა ფული რა ქნა ჯარისკაცების ოჯახებს დაურიგა. რომ გავიდა ავიდა იქეთკენ სრუტეებისკენ დაიძრა. 60 ტალანტი დაუტოვა მარტო εμას რა ქვია ანტიპატრეს. ერე წინ გავასრე ეს ანტიპატრეს დინასტია შეცვლის მე ამას. ხო, ვინ მონაწილეობს? მონაწილეობენ მაკედონელები, ბერძნები, თრაკიელები, მათ შორის გეტები, ვისა ხო, მედები, ოდრისები,
ტრიბალები, გეტები, ილირიელები, მოლოსელები, პეონები, აგრიანები. ფაქტიურად ჩვენ მივიღეთ თითქმის 150 წელია გასული ახლა ქსერქსეს და დარიუსის მე. მივიღეთ რევანში. ევროპა მიდის აზიის დასასჯელად და ევროპა მიდის რევანშისთვის და ამას წარმოუდგენლად დიდი ცვლილებები, ტექტონიკა, მიწისძვრა, ცივილიზაციური მიწისძვრა მოხდება. ამ ლაშქრობას, მანამდე დიდი ჯარი არ აყავს, მაგრამ ის აყავს სპარსეთი, რომ მოსპოს და დალეწოს ძვლებში, ეს კი შეუძლია. მას მიყავს მამამისის, ფოლადის ჯარი. ფალანგა მიდის აზიაში უკვე. ფილიპეს და ალექსანდრეს მიერ გამოწვრთობილი ორი თაობის ფალანგა მიყავს, ბარბაროსებთან და ბერძნებთან ნაომარი რკინის არმია მიყავს, ხო? მოდი დავასრულოთ ახლა ამჯერად და უკვე მერე შემდეგი ლექცია მე ასე ვთვლი და მიმაჩნია სწორადაც და მე მგონი ჩვენი მაყურებელიც დაგვეთანხმება რომ ამის მერე იქნება შემდეგი მოგზაურობა სპარსეთი როგორ ხდება აუცილებლად რა მდგომარეობაშია სპარსეთი იმიტომ სპარსეთისთვის დიდი ხანი აღარ მიგვიხედია ჩვენ ძალიან არადამ ჩავიხლართ დავიწყეთ სპარსეთის ფორმირების ხრობით დავიწყეთ ხო და ის გავიაროთ ერთი მოგზაურობა ალბათ დაგვჭირდება სპარსეთი ძალიან საინტერესო ამბები მოხდება იქ ბერძენ სპარსელთა ომების მერე საინტერესო ამბები მოხდება იქ ხო და აი ერთი მოგზაურობის მერე უკვე გავდივართ უკვე ალექსანდრეს ლაშქრობაზე და ძვირფასო მეგობრებო ფაქტიურად ასე გამოგვივა რომ ალექსანდრეს ჯარს წავყვებით საომრად რა და აი გავყვე რა არის ეს საინტერესო ცნობილი ყველაფერი ვიცით ამიტომ აი კვალ გავყვებით ალექსანდრეს ჯარს და არ ვიცი ახლა პაციფისტები გვისმენ თუ არა მაგრამ ნუ ლამის ალექსანდრეს ჯართან ერთად ვიომებთ რა იქ რა და დიდი ამბები გველოდება გრანდიოზული ამბები საარაკო ამბები გველოდება და ერთად გავხდები დიდი ცივილიზაციური ტექტონიკური ცვლილებების მონაწილეებით და მერე მემკვიდრეობა იქნება გრანდიოზული წარმოუდგენელი დიდი მადლობა გობას აქ დავსვადროები წერტილი კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს ვისაც ახლა შემოგვიერთდა და შეიძლება არ აქვს გამოწერილი ჩვენი არხი რომ გამოიწეროს დროების YouTube არხი ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოიწონოს გადაცემები გაუზიაროს მათთვის საინტერესო მონაკვეთები გადაცემები ადამიანებს ვისთვისაც ცოდნა ემეტებათ ჩვენ კი ვემზადებით სპარსეთის აღწერისთვის ანუ იმ ფონის უფრო უკეთესად გასაგებად სად მიდის ალექსანდრე მაკედონელი რა ფორმაში ხვდება სპარსეთის იმპერია ალექსანდრე მაკედონელის ისტორიულ ლაშქრობას მადლობა შევხვდებით მალე წარსული გვიყვება ისტორიებს რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს რათა უკეთესად გავიგოთ საიდან მოვდივართ და საით მივდივართ ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია დაგვიჭირეთ მხარი თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში პლატფორმაში რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები.